საღამოშიდობისა მოგესალმებით. ტრადიციულად მე და ბატონი ოთარი და გავივლით მიმდინარე კვირის ამბებს. კვირა საკმაოდ დატვირთული იყო სხვადასხვა როგორც უსიამოვნო ამბებით, ისე საინტერესო ამბებით. პირველი დავიწყოთ შიდა ტრაგედიით, ჩამოინგრა შენობა, დაიღუპა ადამიანები. ის რომ თქვათ არ იყო გათვალისწინებული, რომ ეს შენობა იყო ავარიული, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნამდვილად გამგეობა მისული ყოფილა, მოსახლეობას თხოვდა გამოსვლას, გამოსახლებას, რომ და არ გააკეთდა ხშირ შემთხვევაში ეს სისუსტე დანაშაულს ემსგავსება და შემდეგ ვიღებთ ისეთ ტრაგედიას, როგორც არის ადამიანების დაღუპვა, დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა რამდენიმე და არ დამთავრდა კარგად ის, რომ ვიღაცა მოსახლეება უარი თქვეს შენობიდან გამოსვლაზე. სხვათა შორის ყველა ეს საინტერესო და ცუდი ის არის, რომ იგივე შენობაში ისევ გრძელდება საუბარი, რომ გამოდით იქ ავარიულია შენობა, უნდა მოხდეს რაღაც გამაგრებით სამუშაოები, ან თუნდაც საერთოდ აღება ამ შენობის და ჩამოცვლება და იგივე გრძელდება, რომ ჩვენ არ გვინდა გასვლა, ამ პირობები არ გვაწყობს რაღაცა და ხელისუფლება უძლურია. ამ დროს მე მგონია, რომ ხელისუფლება ყველაზე მეტად ესე დროს უნდა გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, როდესაც სხვის სიცოცხლეს და თუნდაც იმ ჯიუტი ადამიანის სიცოცხლეს ხიფათი ემუქრება და ბევრად უფრო ხისტი უნდა იყოს ეს მის სისუსტეზე მიუთითებს, როდესაც მათ იცოდნენ, რომ ესეთი ავარიული მდგომარეობა და ვერ მოახერხეს დაეთანხმებინათ მოსახლეობა. არ ვიცი, მე მაინდა-მაინც ხა ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, ხელისუფლება ვალდებული არის, იმიტომ რომ ესეთი ტრაგიკული და შემთხვევით გავლილი ადამიანი არ უნდა კვდებოდეს იმის გამო, რომ ვიღაცას თავის კაპრიზები აქვს. სწორია. აი არ ვიცი, ოთარ მე შემიძლია სურათი გვაქვს და ეს გარდაცვლილი ადამიანები მართლა ძალიან დასანანია, რომ დავკარგეთ და ღმერთმა ქნას, რომ ის ვინც არის დაშავებული, მათი ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, მალე გამოჯანმრთელდნენ. მართლაც ძალიან მძიმე ვითარებაა და მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს და ჩვენ ძალიან ბევრი მსგავსი ფაქტის მომსწრე ვართ ბოლო წლების განმავლობაში სამწუხაროდ ესეთი უბედურებები ხდება და ეს ხდება ხშირ შემთხვევაში საქართველოს დედაქალაქში, სადაც არ ვიცი რამდენად გამართულად მუშაობენ ის სამსახურები, რომელიც ამაზე უნდა იყვნენ პასუხისმგებლები. თბილისს ყავს როგორც ყველა ქალაქს ზედამხედველობის სამსახური, უსაფრთხოების სამსახური, ბევრი ისეთი სამსახურები, რომლებიც არ უნდა უსმენდნენ იმას, თუ შენობა არის ავარიული, თუმცა ბევრი იქ მცხოვრები ადამიანი გამოიკითხა, ბევრისთვის მართლაც გაუგებარი იყო ის ამბავი, რომ საერთოდ ბევრმა თქვა, რომ არც მოსულანო ამ თემაზე სალაპარაკოდ, რომ სადმე სხვაგან გადავსულიყავითო დროებითო და რაღაც ჩანაცვლების პროგრამაში ყოფილიყო ეს სახლიო. თუმცა ვნახეთ, რომ აი ესეთ შედეგებია. მერიას როცა აწყობს მაშინ, როცა იქ ლილოში ვიღაც თვითნებურად აშენებს და აფრიკაში რაღაც ერთსართულიან ოროთახიან სახლს, მიადგებიან ხოლმე ბულდოზერით და ძალით ყრიან იმ ადამიანებს და როცა აქ საჭირო გახდა და მესამე თუ მეხუთე დონისა ისიც ვერ გაარკვიეს, ხო? ავარიული, რამდენად ავარიულია იყო ეს სახლი და როცა იცი, როცა მერია ხარ, როცა იქ გამგეობა და ეს სამსახურები ყავს, თუ ვერ გამოყავს ეს ხალხი, ქვევით მოსიარულე ხალხს ქვეითებს რატო არ უფრთხილდები, ხო? იქ იყო გახსნილი ეს რამოდენიმე მაღაზია, სადაც ასევე იქ ვაჭრობა მიდის, ხო იცით რა მოუწესრიგებელია იქაურობა, პირდაპირ ტროტუარებზე ყიდიან საქონელს და ასეთი სიტუაცია, როცა ეს ხდება, ხო არის იმისთვის, რომ ის ხალხი მაინც გაარიდო იქაურობას, ან ის მაღაზიები დახურო, ან არ მისეუფლება იმუშაოს ხალხი, ხო შემოსაზღვრული ყოფილიყო ეს და ესე იგი მერიას წოდნია, რომ ესეთი უბედურება ტრიალებს და ასეთი ავარიულია корпуსი და იქ ქვევით მაღაზიებია გახსნილი და გარემო ვაჭრობა არის, ესე იგი თავისუფლად ხალხი ვაჭრობს და მოძრაობს. ზარია. გისმენთ. ეთერში ბრძანდებით, გისმენთ. კარგი, თეთრობა ვერ შემოდის ეთერში.
გისმენთ და პარა კოდენა თოლე. დიახ. მე ამ აიხარა საუბრობენ აზიარლა. მიგუტივილი უნდა გითხრათ. მე ვარ მაქს სამგზავრო ბარათი. დარიცხული მას ახალზე. თბილისში უბრალოდ არ ამას ვინ გზავრო ამ ბარათი. რატომ არ შეიძლება იმ 8 მეტრიან ავტობუსში ჩავდა? ჩემი ბარათი ისაგებოს საქართველოს ტერიტორიას შევეკუთვნით არ ვეკუთვნით. კი ბატონო, მადლობთ ხალბატონო. ძალიან ხოდა პასუხი. მადლობთ ზარისთვის, ვიცი უბრალოდ მაგ პრობლემის პასუხი. ეს შეღავათებით ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათებით არის მუნიციპალური დახმარება, მაგალითად ესეთი დახმარება ვეტერანების შეიძლება იყოს. ხო და უყურე აქ როგორი მომენტი არის, როდესაც მე თბილისში ვცხოვრობ, მე მაქვს ეს სამგზავრო ბარათი, მაგრამ მე რო ვცხოვრობდე ბათუმის მექნება, მაგრამ არა თბილისის რა, იმიტომ რომ ის არის მუნიციპალური, გასცემს მუნიციპალიტეტი რა. ეს არ არის ცენტრალიზირებული სახელმწიფოს მიერ გაცემული. არის ქალაქები, სადაც თქვა საერთოდ არა მუნიციპალური ტრანსპორტი და აქედან გამომდინარე ვერაფერს ვერ სარგებლობენ იგივე სოფლებში და არის ქალაქები, სადაც იმ მერიას გაცემული აქვს. დაახლოებით ალბათ იგივე პრობლემა იქნება და რა ვიცი ხა ამის მოგვარება ცოტა რთული არის, იმიტომ რომ როდესაც მუნიციპალური დახმარებაა, თქვა არა იმ ქალაქის მოქალაქეს ვერანაირად მუნიციპალიტეტი ვერ დაეხმარება. უბრალოდ ეს ისეთი კომპეტენციის ფარგლებში აჩვენებლად გავეცი პასუხი. ზარია შემდეგი და გისმენთ. საუბრობისად ბატონო მალხარ, ბატონო ოთარ. გაიხარეთ. კიდევ უფასო თქვენ ტელევიზია არსებობს და ადამიანები, ჩემნაირ უბრალო ადამიანები შეუძლია რომ დაგიკავშირდეთ. გისმენთ. ხო აი გუში როგორი უბედურება დატრიალა თუ გუში წინ თბილისში ამათი დაუდევრობით აი ხალხის ალბათ რაღაც უნდა გასულიყო კალაძე გამოდის და იძახით რომ ეს არ გამოსახდა ხალხი არ გამოვიდა იქიდან და ზოგიერთი მაგათი ბრალია არ ვიცი მანდ რა მოხდა მაგრამ მეორე ამბავი რადგან გირეკავს აი ნიჩმის ხეობაში აი 10,000 ვოლტიანი ბოძები გადის პირდაპირ ჩემს სახლის გვერდზე 15 მეტრაში. რამდენჯერ გამგებელსაც უთხარით, ვისაც არ მივარ ხეთაში ჩავერით, ყველაფერი არავითარი ყურადღება არ ექცევა. აქაც იგივე უბედურება დატრიალება, სტადიონია, ბავშვები თამაშობენ, საქონელი დადის თუ რაღაცა ჯანაბას ეს საქონელი ბავშვები ხშირად თამაშობენ ფეხბურთს. მაღალი ძაბისკენ სტოლები გადაწეული, გადაგრეხილი, ამათი გაკეთებული არაფერი არ ვარგა. აი ეს აბლაბუდასავით არეულია ყველაფერი და რამდენჯერ მივაკეთოთ არავითარ ყურადღებას არ გვაქცევენ. კი ბატონო, ზუსტად ასეთი შემთხვევა იყო წყნეთში, შარშან თუ გახსოვთ, იქ რაღაც პარკში, სკვერში და იქ ერთი ადამიანი დაიღუპა. ბავშვი დაიღუპა. და რამოდენიმეჯერ მიმართეს გამგეობას და არანაირი რეაგირება ამ ხალხს არ აქვს. არა, სხვათვის რეაგირება იყო, ოთარ, როგორი რეაგირება იყო, ჩაი ზუსტად გეტყვი რა. და კულტურის და დასვენების პარკებში, სადაც თქვა ადამიანები იკრიბებიან რაღაცა საერთოდ კაი ხანი იყო დენები გამორთული. აი კაი ხანი და მე არ ვიცი მე ვთქვი ხა ამით იმიტომ რომ ის ტრაგედია დატრიალდა ხა ყველა ადამიანის დასჯა მაგრამ საკმაოდ კაი ტენდენციით შეიცვალა ეხლა არის ელექტრო კი არა მზის განათებები დაყენდა მაგალითად ნუ აი ბუკიას მაგალითზე შემიძლია ეს თქვა რომელიც საღამოთი ირთვება ნუ იმდენად ძლავრი არ არის როგორც იყო თქვა ელექტროგანათება მაგრამ გარკვეული საათები მუშაობს და შემდეგ ტელეგრამი არ არის მაგალითად იმ პანჩატურებისთვის და იგივე პანჩატურის ანუ უხიფათო შედავით უხიფათო რეჟიმზე გადავიდა რაღაც მართლა იყო რაღაცა მიღებული არ შეიძლება ეხა როცა თან ინფორმაცია რომ გააქვს რომ ეს არ გააჟღერო ადამიანმა ესეთი რაღაცა მოხდა მოდი ეხლა ოთარ ამ საქართველოს შემთხვევაში სამწუხაროდ ადგილობრივი ხელისუფლება აქ თბილისში ცდილობს ყოველთვის სხვას გადააბრალოს ეს პრობლემა და ხა ის რომ ის ხალხი ვერ გამოვიდა ხალხის ნაწილმა ვინც იქ ცხოვრობს თქვა რომ საერთოდ არ მოსულან ამ ბითო ჩვენთანო და მე არ მახსოვს რომ იმას ეთქვა რომ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე ესეთი რამ ხო ეს სამწუხაროდ არა მაგრამ ქვეითად მოსიარულეების დაცვა ხო შეიძლებოდა მოვაჭრეების დასმა როგორ შეიძლებოდა ამის უზრუნველყოფა მაინც ხო შეეძლო ადგილობრივ ხელისუფლებას ალბათ აუცილებელიც იყო რა
სხვა შორის ოთარო ერთადერთი გავიხსენებ, ვისაც სახელმწიფო არ არის ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიისას ადამიანმა რომელმაც ის ტენდერი მოიგო და მშენებლობა გააკეთა პირდაპირ განაცხადა რომ თავიდან ბოლომდე რომ მივიდა სასამართლოში რაღაც სასჯელზე იყო სამეტი რაღა უნდა მომისაჯოთო ესეთი ტრაგედია ჩემი დაუდევრობის გამო და მართლა იშვიათად რომ ადამიანმა ეს თავიდან ბოლომდე აიღოს თავის თავზე არაჩვეულებრივი ბავშვი დაუკარგა. ხო, არა, მაშინ საშინელი ტრაგედია მოხდა და ვიღაცის დაუდევრობით, თქო, საბედნიეროდ, საბედნიეროდ და საბედნიერო რაღა უნდა იყოს, მაგრამ დამნაშავე დაისაჯა და ადამიანმა პირდაპირ ისეთი ამე განაცხადა, რომ ადამიანურად მართლა, აი ხელა ტრაგედია რომ დაგემართება ადამიანს და ბავშვის სიცოცხლესო შეიწირა, უარესი აღა უნდა მოხდეს. მართლა შემეცოდა ის ადამიანს, რომ საერთოდ არ ვიცი ვინ იყო ადამიანი, ვინც ის ტენდერი ქონდა მოგებული. ზარია შემდეგი გისმენთ. გამარჯობათ. მოგესალმებით ალბათ. მალე მიჩას დროს დახოცილ ქუჩაში დახოცილ ხალხს ესენი გადააჭარბებენ, ასე მათი დაუდევრობით დახოცილი ბავშვებით და ახალგაზრდებით. ალბათ გახსოვთ ჩვენი ფეხბურთელიც მე მგონი მეკარის ბავშვი რო მოკვდა იმას შეეხო გისოს და იქ დენი იყო დაუდევრობით მიერთებული თუ რაღაც. ონში ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა. იქ რო ტყე ყოფილიყო გაწმენდილი, თუ გახსოვთ შოვის ტრაგედიას გეუბნებით. მთელი ეს ტყე იყო წამოღებული, ხიდის მანძა იყო და მან ჩახერდა ეს ყველაფერი, თორე შეიძლება გაცილებით ნაკლები ყოფილიყო უბედურება. ამას საერთოდ არ ადარდებთ. ადრე ასეთ ხალხს სამშაურიან ადამიანებს ეძახდნენ, რომელსაც ნამუსი არ ქონდა. არაფრის წინაშე ნამუსი არ ქონდა და არ თuliდნენ მამაკაცებად საერთოდ. იშოვნებული დანოცვი რო ჩაეფალი წადი მაინც რა პასუხისმგებლობა აიღე უბრალოდ და წადი მაინც. ხო არ დასჭიან მაგათ არავითარ შემთხვევაში ვინ დაისაჯა ჩვენ ქვეყანაში არავინ არ დასჭირა პენსიონერია დასჭილი და პატიოსანი ადამიანი. როგორ შეიძლება ასე გადავხედოთ ფიროსმანის ქუჩას. უარესი დაშლილი არ არის ის სახლები. გადავხედოთ იმას პლეხანოს აღმაშენებელს აღარ უწოდებ, იმიტომ რომ თათრებისა უკვე და თურქებისა და აღარ უწოდებ უწოდებ ძველ სახელს. არ არის ამაზე მეტად სახლები დაზიანებული. ჩვენი უარესი ტრაგედია იქნება თბილისთან აპირებენ ახლა უზარმაზარი დასახლების გაკეთებას. ვისთვის აკეთებენ გისვამთ კითხვას და დავსვათ ქართველებმა ვისთვის აკეთებენ ამ უზარმაზარ დასახლებას. 180 თუ რამდენიმე სახლი უნდა იყოსო უამრავი უზარმაზარი დასახლება კეთდება. სად მოდი დაანებონ თავი ეყოთ ეს იმიდან შენებლობიდან შემოსული ფული. ხო ვიცით რომ ნახევარზე მეტი კალაძესთან მიდით. ეხლა სოფლები ააშენო რომ ჩამოვიდნენ ის ჩვენგან გაქცეული ხალხი დასახლდნენ სოფლებში და პატარა თუნდაც ელემენტარული ხილის გადამამუშავებელი მინიქარხნები გაუკეთონ და იქ ჩამოვლენ და იმუშავებენ და თავიანთ ოჯახებსაც ერგებიან. დღეს დანგრეულ და გატყიალებულ სოფელში როგორღა ჩამოვა ეს წასული ადამიანი, რომელმაც მიატოვა თავის დროზე ეს სოფელი. მიხედონ სოფლებს, მიხედონ ქართველებს, ეყოფათ ამდენი მშენებლობა, ეყოთ უკვე ფულებში ჩაფლობა. კარგით, მადლობა ქალბატონო, ეხლა შოვსაც შეეხება ეს იმდენად გლობალური ტრაგედია არის რა, უბრალოდ მიზეზი იმდენად გლობალურია, რომ მე არ ვიტყოდი, რომ იქ ვიღაცა იქ გამგებელი არ იყოს, არ მოიქცა სწორად ან ვიღაც ტყის ზედამხედველი რა. როდესაც ამას უბრალოდ გამგებელი ვერ გადაწყვიტავდა, რომ იქ რა ტრაგედია შეიძლება და დატრიალებული იყო, ამისთვის ჰქონდა ჩვენ მეცნიერული ლაბორატორიები, რომლებიც აბსოლუტურად 2007 წლიდან მთლიანად განადგურდა, აბსოლუტურად და ახალი სკოლა აღარ შექმნილა და ალბათ ვეღარ შექმნით ადგილობრივ ბაზაზე, ქართველების ბაზაზე, რომ ამდაგვარი უბედურების პრევენცია მოხდეს. ეხლა მთელი ბავშვობა შოში ვისვენებდი და ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ იქ რავენ ჭაჭახი ჩამოდის დინარე რაღაცა და ის საერთოდ რაც ადიდად წაიღო, ის საერთოდ ერთის კნაწყა აი წარმოუდგენელი რამე მოხდა, ხო? მაგრამ ამას ჭირდებოდა კომუნისტების დროს იყო მთელი მეცნიერული კიდევ ვიძახი ლაბორატორიები, ხო? მაგრამ ეხლა გამგებელმა და იმან რა უნდა გაიგოს იქ, რომ იქ მოსალოდნელია, რომ ბევრი წვიმი ნალექის შემთხვევაში რა მოხდება და რა არა, იმას მართლა ვიძახი მეცნიერული და სამწუხაროდ საერთოდ აღარ აქვს არც ერთი, იმიტომ რომ ყველა განადგურდა საქართველოში არც ერთი მეცნიერული 2007 წელს ეხლა და სუყურები ისრაელი რო ბომბავდა
ქვეყანას და ძირითადად მეცნიერები საქართველოში დასაბომბი არაფერი არ დატოვა სააკაშვილმა. მართლა არაფერი არ დატოვა რა. სამხედრო ელიტა გაანადგურა და ის გაანადგურა, რა ქვია, მეცნიერული ყველა ინსტიტუტი გაანადგურა და აი ჯვაროსნელია დაბომბა რომ უნდა ვერ დაბომბავენ, იმიტომ დასაბომბი არაფერი აღარ დატოვეს ამ ქვეყანაში. ზარია გისმენთ? მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით. მანცური ზიმე თემა თავის თავად ეგეთები მოხდა, საჩინელებები მოხდა. ისი, მაგრამ არავინ არ გაშია, ძალიან იქეს გარეკიპებით და ისაცა. ეგ კი არა, ხო გვაქვს 21 საუკუნეა და შუა საუკუნეები გეგონებოდა, კაცი სამსახურში მივიდა და ვერტყმა შეჭამა, დაგლეჟა. ხო, ეხლა არის ხო 10 წელი გავიდა. ხო და რა ვიცი, ეს ტანგენის ბატონო მალხანს, ბატონო და მე მგონი გაგრძელდება კიდე სამწუხაროდ ეს დაუდევრობები ვითომ, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოყვება, რა ვიცი და იცი მგონია უკვე ესე აი იმედი აღარ მაქვს არაფრის რომ თქვენი სამგონია რომ ჩვენი ბედი ყველგან გადაწყვეტილი ჩვენი სამშობლოსი ძალიანად სოფლიო თითქოს ერთი ტოტალიზატორი რეალისტ და ყველაფერი მე აღმოჩნდა აი როგორ მოხდა ამით დადასტურებულია თუნდაც აი ეს ტოტალიზატორი იგივე პესეჯებს აღო ფინალი ხო დადასტურდა რომ შეიხმა იყიდა მთელი ლიგა აი ეს არის გინდა ეს თქვა გინდა ისეა ამერიკაში დანაწილებულია რუსეთსაც ჩვენ რა ვიქნებით და რა დავხდებით არ ვიცი თუ ვიხების მეტი არ გავიზიარებ კარგი იქნება კიდე რა ვიცი მაგარი ბრძოლა უნდა მოგვიჩნდეს და მე მგონი იქნება იმაზე განავრცოთ რომ აი ესპანეთში რომ მოხდა ეხლა შეტაკებები როდის მოგვიჩნდეს ეს რომ ცოტა მომიზადოთ ამ გადამფრიელებთან იმიტომ რომ საბრძოლო სულს მე მგონი არ დავკარგავთ თავს მადლობა გაიხართ დიდი მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ესეთი აზრებისთვის რომელიც აი ნაწილობრივ თითქმის მთლიანად მისაღებია წეგან ქალბატონმა ფიროსმანის ქუჩა ახსენა ეს ქუჩა მართლა ცალკე ტრაგედია არის საბედნიეროდ ორსართულიანი სახლებია რა სადაც ნუ ტრაგედიის ალბათობა კლებულობს გრევის შემთხვევაში ნუ ალბათობა თორე არის რიცხე ყველა სახლი დაზიანებულია ნუ ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს ერთი ის რკინიგზა გაუდის გვერდზე და ეს ბუდუი მატარებლების რახარუხი ამძოლ შენობებს ახლა დამჯერ კაი დღეს არ დააყენებდა და შესაბამისად დაზიანებულები არის და ისედაც ნუ ხო და არ ვიცი მართლა რაღაც ახალ მშენებლობებს ხო ერთ-ერთი ქალაქის ცენტრალური ნაწილი არის სხვა შორის რაღაცა პროექტიც არსებობდა რამდენადაც ვიცი რკინიგზის მთლიანად გატანა ქალაქიდან და ძალიან კარგი იქნება ესა აი მართლა ძალიან კარგი იქნება რომ ქალაქის განტვირთვისთვის იდეალური იქნება და ეს ფიროსმანის ქუჩა ეს ლამაზი ძველი თბილისური ქუჩა დასანგრევი არის რა იმიტომ რომ იქ ძალიან ძნელია რაღაც რესტავრაციას დაექვემდება რომ მართლა ისეთი რამდენიმე ისეთი სახლი დგას რომ რკინებია შეყენებული და იმით უჭირავთ რომ არ წაიქცეს სახლები და გისმენთ ზარი არის გისმენთ ეთერში ბრძანდებით ამოიღეთ ხმა ალო გისმენთ ეთერში ბრძანდებით ალო გისმენთ დიახ ტელევიზორს მოცილდით და ისე ისაუბრეთ გაითიშა კი თბილისში ძალიან კაია ცხოვრება ოღონდ თუ ცხოვრობ ვაკეში ან რუსთაველზე ან თავისუფლების მოედანზე და არჩენი იმიტომ რომ ესე იგი ეგეთი წყევლა არ გამიგიხა რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ლამაზი ფილები ეს გამწვანება განათება წყალგაყვანილობა სანიაღვრე არხები ყველაფერი გაკეთებულია მხოლოდ ამ ორ სამუბანში დანარჩენი ეს არის რაღაც დაბალი ხარისხის რაიონია თუ როგორ თვლიან ეს კალათი არა ოთარ ვერ დაგეთახვები ვერანაირად ისეთი ფილები, ისეთი განათსვა, სად არის სხვა უბანში? რუსთაველზე ცხოვრება არის ჯოჯოხეთი, ჩემსაც კომპენსაცია უნდა ეძლეოდეთ. ესთეტიური თვალსაზრისით. არ იქნება სამარ იმდენ სიმღერას უსმენენ დღე-დაღამე და იმდენ წყევლაკურლას და იმდენ გაზების გაშვებას და უბედურებას. რუსთაველზე დაწყევლილი ადგილი საცხოვრებლად, ხო? მართლა მეცოდა იმ ხალხს ეკუთვნის კომპენსაცია მე თუ გითხავ რა. მართლა ვიძახი იმ ადამიანებს, აი რუსთაველის პირველი არის მაგალითად, იქ საუბარი იყო რომ აეღოთ უკან სხვა უბნებზე და ისე ფანჯარა ეზოს ხვიდანაც აღარ აქვს და ქუჩის ხვიდან ახლა რუსთაველზე რომ ზაფხულში ფანჯარას გამოაღო, მაგარი ბუხი შემოგივა, ხო? მაგარი ჰაერი შემოვა. რას ამბობ? ეგეთი ცუდი ადგილი, რაც შეეხება ვაკეს ეს ვაკე სახელი დარჩა, თორე ოთარ
იმ ხელა корпуსები ჩაიდგა, იქ აღარც წყალი აღწევს, აღარც ხანწყალი უწყდებათ, ხან შეუძლებელია ვაკე იქცა უბრალოდ სახელი, ძველი სახელი იმის რომ ადრე ნუ თქვათ ხელოვნების მუშაკები და მეცნიერ მუშაკების თვალში საცემია ის განსხვავება. ტროტუარები როგორ ამოწესრიგებული, იქ გამწვანება როგორ არის გაკეთებული. ვაკეში საბურთალოზე განსხვავებულია ვიდრე დაუშვათ დიდუბეში ან საბურთალოზე და ლესელიძეზე ვცხოვრობდი, ხო? აი დამიჯი არცოც არ ვიცხოვრია, თქვათ შედარებით მუხიანი ბევრად მოწესრიგებული და დალაგებული უბანია, ვიდრე ქალაქის ცენტრი დღესდღეობით. სპორტის სასახლის უკან ერთ-ერთი პრესტიჟული ადგილი. ბეტონის ჯოჯოხეთი. გლდანის მასის ბოლო корпуსი რო არის ეს ბევრად ჯობია ჩემი საცხოვრებლად. ნუ აი შეუძლებელია სპორტის სასახლის უკან ადამიანს მოგეწონოს ცხოვრება. ფანჯარა არაგა გარეთ ვერ გამოიხედავ. ნუ სპორტის სასახლე უკვე ცალკე პრობლემა. არა ის ხო და ვაკეთს დაახლოებით შორს არ არის მდგომარეობიდან და რუსთაველი კიდევ ვიძახი ხლა ამ ხალხს ამდენი 35 წელია მიტინგში ცხოვრობს ხალხი. ხან ვიღაცა მივარდება ქვას ესწრის იმათ შუშა ჩავტეხავსო რატო ევროპის დროშა არ გიყიდია რაღაცა რატო უკრაინაზე და შარზე უბედურებას და რაღაც ჯანდაბაზე არიან გადასული ხო ნუ ყველა გიჟი იქ დარბის ხო ყველა ჯურის გიჟიდან ზარია გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით აი ძალიან დიდი მადლობა რომ დღეს მეოთხეჯერ გამოვიდით თქვენ სტუდიაში რა ეს კაი მოგონილი საქმეა და ხალხისთვის ბრძოლობთ ეხლა გუშინ წინ ეგრაც მოხდა მე ერთ მაგალითს გეტყვი ჩემმა ახლობელმა მად მანქანა დააყენა მად სადაც და ერთ საათში მოხდა ეგ ამბავი და ჩემმა ახლობელმა ძმაო ღმერთმა ღმერთის დაბადებული ხარ ანუ მივხვდით ხო როგორ გადაჭა სადაც ვაჭრობა იყო მან დააყენა მანქანა და წავიდა სხვა ბაზარში და ეგრო დაინახა გააგიჟდა რა კაც შეიშალა აი ესე იგი რა სიტუაცია მეც ვამჩნევდი მაგ დიდ ბზას ხახლო როცა ქარი იყო დიდი ქარები ეხლა აი 2-3 კვირის უკან ზუსტად მაგ ადგილას ხალხი იდგა რა ის ვინც გადიოდა და კენჭები და ის ცვიოდა და ზემოთ იყურებოდნენ მეც რო ზემოთ ავიხედე აი ნაპრალი იყო ანუ მე ერთ-ერთი ცუდი მაგალითი მოხდა ხო მით უმეტეს მსხვერპლი რომ მოხდა და ვიზიარებ ორი ადამიანის დაობა და ღმერთთან გადააჩინოს ის მესამე ქალბატონი ეხლა რა მინდა რომ თქვა მე დღესაც ვხვი და მე ამას ყოველთვის გავავიმეორებ დღეიდან სანამ პარლამენტში იქნება ერთი პარტია სამწუხაროდ ყოველთვის ესეთი უპასუხისმგებლობა იქნება არავინ არ აიღო პასუხისმგებლობა არავინ არ მოხსეს და ხალხს აბრალებენ ეგრე ხო არ შეიძლება მე როგორ შეიძლება კანონში ეგ როგორ დაუშვეს რომ თქვათ 100 ოჯახი ცხოვრობს კორპუსში ან 50 ერთი ოჯახის გამო როგორ ყველამ როგორ უნდა იცარალოს ეგ კანონი როგორ არ უნდა შეიცვალოთ აი თქვენ როცა მოხვალთ სათავეში მიხვდით რაც გეუბნებით არა გასაგები არის რა კანონი მგონი სწორი არის უბრალოდ აღსრულება არ მოხდა სწორად რომ ვიღაცის წინააღმდეგობა არ გადაილახა პოლიციური ძალით გონი კანონი სწორია სხვათა შორის და გამართულია ერთი ოჯახის გამო როგორ არ უნდა იმას ყოფილიყო არ უნდა გაისახლოთ ეგ კანონი უნდა გამოთ ჩემი აზრით რა 100%-იანმა ეგ შეიძლება 98% იყო და ორი ოჯახის გამო არაფერი არ უნდა გამოვიდეს კი ბატონო ეს ცოტა გაუგებარი კანონია სანამ თქვენაირი ხალხი თქვენი პარტია არ იქნება პარლამენტში და დისკუსია საღი იდეებით სანამ დიალოგი არ იქნება პარლამენტში მე ოცნები სანამჯერ ამიტომ ერთპარტიულობა არის ჭაობი რა ხო ხდება რაც ხდება მე ოცნებას კი არ ტუქსავ რაზე ერთპარტიულობა არის საქართველოს დაღუპვა უნდა იყოს თქვენაირი ხალხი მე ნაციონალს და სხვა პარტიებზე ლაპარაკი არა მაქვს რომ დისკუსია გამართოთ კაცურად კანონებზე და ასე შემდეგ რა ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის გაიხართ ხო პოპულიზმზე არ უნდა იყოს ქვეყანა აწყობილი და იმაზე არ უნდა იყოს ვის რა მოწოს ახლა ნარკოტიკების კანონები ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულია მაგრამ თუ ის გადამირჩეს ახალგაზრდობას რა ვიცი ყველაზე არაპოპულარულ კანონებს ვიცნობ ახლა გირჩი დგას და მოკლედ ლამის სავალდებულო სკოლა და დააწყებინო ბავშვი პლანის მოწევა ხო ეს საკმაოდ მომგებიანია ვოიმე დედა ეს აკაი ხალხია ჩვენი ჩხურის ხალხი ხმებზე ნადირობენ ხო შეკრებაც მოაწყვეს მაგრამ ძალიან ცოტა მივიდა არ მინდა აი
ოთარ პირდაპირ ვიძახი არ მინდა მირჩევნია არაპოპულარული ვიყო მირჩევი ვიდრე ესეთი ცოდვიანი ხმები მოვიზიდო ხო არ არის ბავშვებო აი ეგ სუბუქი ნარკოტიკი არის ერთ-ერთი დიდი უბედურება ამისთვის სპეციალურად ნარკოლოგები არიან და აგიხსნიან ხო ეს რო გეუბნებათ რომ აი მე ვეწევი და რამე მჭირს უკვე გჭირს შესაძლოა ამ კითხავს როსვავ ხო როგორ არ გჭირს როგორ შეიძლება მავნეჩვევა იყოს რამე მჭირს ამის კითხვის სიგარეტს რო ეწევი ისაც უბედურებაა და ყველაფერი უბედურებაა ხო ზედმეტ ალკოჰოლს რო იღებ რომელიც მავნებლობაში გადადის ხო ყველაფერი უბედურება აბსოლუტურად არასპორტული ცხოვრებას უბედურება არის და სამწუხაროდ არანაირი სოციალური რეკლამები ცენტრალურ არხზე მე აღარ მინახე ან ნარკოტიკების წინააღმდეგ ან ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ან არაჯანსაღი ცხოვრების წინააღმდეგ აი არაფერი არ მინახია რა რომ რაღაცა მზადდებოდეს ეს სავალდებულია პირველი არხისთვის მე მგონია რომ ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული უნდა იყოს ზარია გისმენთ გამარჯობათ მოგესალმებით ნაციონალური პარტიის საარჩევნო ნომერი რა არის? მე ჩვენ რატო გეკითხებით? 5 ნომერი ხომ არის? რავი 4-იც არის და კიდე სხვა ნომრებიც არის, მაგრამ ერთი არ არის. არა, 5 ნომერია ნაციონალების. 4-იც იგივეა. ქართული ოცნების არის 41 ხოასია. კი ბატონო. შუაში პლუსი ჩასვი 4 და 1 5 ხოა. კი ბატონო. ორდა იგივე ხალხია და არც მალავენ უკვე თქვენს რომ არც ერთ ნაციონალს არ გავაჭაჭანებთო მომავალშიო და ზუსტად ერთი თვე არ გასულა არ ვიცი სხვა განათლების ministrად დაინიშნა ეგ ხო დაუსრულებელი წინადადება ადეიშვილის მოადგილე იყო არც ერთ ნაციონალს არ გავაჭაჭანებთ ვინ ჩვენ რიგებში არ იქნება. აი ეს არის დასრულებული სრული პატიოსანი წინადადება. ოთარ ძალიან ბევრი ზარებია და ხალხის აბუჩა დაგდება და ასე ღიად მოტყუება. ვიტყვი რომ არ გავაკეთებ და მაინც ისეთი ხალხი. აი ხალხი ზუსტად ხალხის ასე თანამდებობაზე. ხალხის აბუჩა დაგდებაზე და მოტყუებაზე მინდა ვთქვა ზარია ერთი ბოლ ზარიც და მე პატარა უნდა ვისაუბროთ. გისმენთ? კი ბატონო. 2 წუთი ზარი აღარ შემოვუშვათ, იმიტომ რომ საერთოდ ჩავჭით ამ თემაში და ცოტა გლობალურ თემაზე მინდა გადავიდე. სირია, რომელიც უცბად იქცა დასავლეთის მეკავშირედ, ამერიკის პრეზიდენტის საქებან ქვეყანად, მიუხედავად იმისა, რომ თავები დააჭრეს, რაღაც საშირო ჯოჯოხეთები დაატრიალეს, ხო? მოკლედ დასავლეთისთვის გახდა სირია სამაგალითო ქვეყანა და დღეს საკმაოდ სამაგალითოდ იბომბება ისრაელისთან. აი რასთან ოთარ მე მართლა ვეღარ ვიგებ, იმიტომ ძალიან მიჭირს ახლა ამერიკის პრეზიდენტი რო შეგაკეთებს, დასავლეთი რო შეგაკეთებს, ევროკავშირი რო იტყვის, რომ თურმე მთავარი მიზანი ყოფილა რომ რუსეთის მოკავშირე იყო წინა რეჟიმი რა და ის რეჟიმი იყო ხა ასადი არავინ არ თქოს რომ რაღაც დემოკრატ მიტინგებს თვითმფრინავებით ბომბავდა რა ეგრე დაიწყო არავინ არ რაღაც აშინელი ჯოჯოხეთი იყო ისაც მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რელიგიური და ეთნიკური ნიშნით ადამიანებს არ ხოცავდა ნუ სამართლიანობა მოითხოვს ამას თვითონაც ერთ-ერთი მუსულმანური რელიგიის უმცირესობის წარმომადგენელი იყო თავადაც ესე ალავიტები არიან სხვა შორის ყველაზე ლიბერალური ისლამურ სამყაროში რელიგიური თვალსაზრისით, სადაც ქალთა და მამაკაცთა უფლებები გათანაბრებულია, რაც ნუ ისლამში მაინდა-მაინც არ არის ისე მიღებული ხო და აი ამას წარმოადგენდა წინ ამათ კიდე ნუ არ ვიცი, ნუ ჯოჯოხეთები და საავადმყოფოში შედიოდნენ დაჭრილმეომრებს და იმებს თავებს აჭირდნენ და ხოცავდნენ ჩვენ ნახეთ ეს ჯოჯოხეთური კადრები ყველაფერი და დასავლეთმა თქვა რომ ესენი გადასარევი ხალხი არიან, მაგრამ ეს გადასარევი ხალხი ნუ გავიდა 6 თვეზე მეტი არ არის მგონი გასული და ნუ დატრიალდა საშინელი დაბომბვები და ეს დაიწყო ისრაელმა და რასთან გვაქვს საქმე აი ჩემთვის სულიად გაუგებარია ეს დასავლეთის მოკავშირე სირია უცბად ხდება სამიზნე და რავი ოთარ თუ გაქვს რა მე გვახსოვს ხო შეხვედრა იყო მაისის ბოლოს საუდის არაბეთში როცა ტრამპი შეხვდა ამ ახალ ლიდერს სირიის ალ-შარას რომელსაც სწორედ ამერიკის და ინგლისის სპეცსამსახურები ამბობდნენ რომ ეს არის ალ-კაიდას ერთ-ერთი რაზმის თუ რა ვიცი ერთ-ერთი ლიდერი და იყო ტერორისტების სიაში და ახლა ნუ აღმოჩნდა სწორედ სირიის სათავეში და დღეს რა ხდება ამერიკის მოკავშირე ისრაელი ბომბავს მეორე დღეა გუშინ დაბომბა კოლონა სამთავრობო ჯარების რომელიც მიდიოდა
სუეიდასში, ეს არის ქალაქი, რომელშიც გამაგრებული არიან დრუზები და ქურთები. იყო დაბომბილი ასევე პრეზიდენტის სასახლე და მიმდებარე ტერიტორია და ასევე გენერალური შტაბი, საიდანაც ხორციელდება სირიაში საერთოდ სამხედრო ხელმძღვანელობა, ანუ ის პირები არიან განადგურებული, ვინც იმ ხალხის გენოციდში მონაწილეობდა. ხო და გაუგებარია ცოტა ხნის წინ გმირები იყვნენ ეგ ადამიანები, ხო? გამოცხადებულთ რომ ჩვენს გმირებია სადისტები ჩვეულებრივ გადახრილი მანიაკები იყვნენ ახლა. ხო და არ ვიცი, რაღაც დაუჯერებელ ამბავთან გვაქვს მართლა საქმე. დავიჯეროთ რომ ეხა ისრაელმა ამერიკის ნებართვის გარეშე დაარტყა ამ პოზიციებს, ეხლა იქ ძალიან რთულადაა საქმე, იმიტომ რომ ეს სუეიდას პრაქტიკულად 70% უკვე დაკავებული აქვს ელიტურ სამთავრობო ჯარებს. ეხლა ყალიბდება კიდე ახალი ჯგუფები, რომელიც მიდიან ამ ქალაქის ასაღებად. რა თქმა უნდა, ძალები არ არის თანაბარი. ისრაელს ახლა რითაც შეუძლია დახმარება, ეს არის ავიადარტყმები და იქ უბრალოდ ქვეითად ჯარისკაცებს ახლა რა თქმა უნდა ვერ შეიყვანს. არ გააგზავნის, იმიტომ რომ სირია ნამდვილად არ არის ახლა იმის მეზობელი, რა ქვია, ისრაელის და ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნებათ იქ დრუზებს და ქურთებს, ვინც წინააღმდეგობას უწევს დღეს ამ რეჟიმს. ნუ ალბათ გაირკვევა ხო ამერიკის პოზიცია ჯერ არ ვიცით, ხვალ იქნება განცხადება, ითქვა რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყვის ამ თემასთან დაკავშირებით თავისი. ოთარ, აი ხარ გაირკვევა ამერიკის პოზიცია, აცხადე, ჩემსაც ტრამპი მოვიდა სათავეში, ისეთი მეცნიერება არის და სხვა არაფერი ჩემსაც პოლიტიკური მეცნიერება, რასაც ქვია ანალიტიკა, გაუფასურდა, იმიტომ რომ იმდენად არაპროგნოზირებადი ადამიანია, რომელიც დღეს იტყვის, რომ რაღაცაზე თეთრია, მეორე დღეს გაიმაზვეზე განცხადებს, რომ ეს შავი არის რა. სრულიად წარმოუდგენელი. ეხლა სხვა შორის უკრაინასთან მიმართებაში პოლონეთში დასაწყობებული იარაღები დაატვირთიდა და უკან წაიღო, წარმოიდგინე და ეხლა იძახს, რომ არა, 10 მაგათ უნდა დავეხმარო, ხო? ნუ აი სრულიად წარმოუდგენელ ნაბიჯებს დგავს და ამიტომ მე ძალიან მიჭირს დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ქვეყნის ლიდერის პოზიციებიდან გამომდინარე რაღაც დასკვნები გავაკეთო. აი თითქმის წარმოუდგენელი არის ამ ადამიანის ეხმარება და თან ამბობს რომ 50 დღეს ვაძლევ რუსეთს. ეხლა პუტინის მისცა 50 დღე. ანუ ეს 50 დღე უკრაინელები უნდა ხოცონ ამათ. ესაც ხო სრულიად გაუგებარია რომ რატო დღესვე არ დავიწყოთ მოლაპარაკება და გაჩერება. ძალიან სერიოზული ტიპის იარაღს აძლევს, ეს არის ტამაგავკი, ეს მფრინავი ფრთოსანი რაკეტებია, რომელიც 5000 თუ 6000 კილომეტრს ფარავს. ხო, ნუ აქ ითქვა რომ რაღაც საუბარია ლენინგრადის და მოსკოვის დაბომბვაზე. ნახევარტონიანი ეს რაკეტები, ასევე F-16 და F-35-ს აძლევენ, აბრამსის ტიპის ასეულობით ტანკს აძლევენ, ეს არის ძალიან მართლაც ასეულობით ტანკი უკვე ცოტა გადაჭარბებული მგონია. ხა პეტრიოტებს და ჰაიმარსებს ნუ ეს ისედაც, მაგრამ ტამაგავკები არის ევროპის სამყარომა ქვეყნებმა ამ შეიარაღების ჩართვაში უარი განაცხადეს, თქვათ, იგივე საფრანგეთმა განაცხადა, ხა საფრანგეთი მართლა წამყვანი ქვეყანაა ამ შემთხვევაში ევროკავშირის გერმანიასთან ერთად და თქვათ იტალიამ განაცხადა, ჩვენ უკვე რესურსი აღარ აქვს, ჩვენ უკვე საშუალება აღარ ამერიკა ამბობს, რომ ევროპამ დამეხმაროსო ლოგისტიკით და დამეხმაროსო ფინანსურად, იყიდოსო ეს ჩემგან. ხო და არანაირი სურვილი არ აქვს უკრაინისთვის, წარმოიდგინეთ. ხო და არანაირი სურვილი არ აქვს, აცხადებენ, რომ ჩვენ ისინი მაქსიმუმად არიან დაცლილები ამ შეიარაღებისგან და ნოლზე აქვს თქვათ საბიუჯეტო ის და რუსეთშიც განგაში ამხრივ, ანუ ის ხალხი, ვინც არის ხელისუფლებაში რუსეთის, გადადის აღმოსავლეთ რუსეთში, იქ არის რამოდენიმე ადგილი ყაზანზე, არის საუბარი პერმზე და კიდე რამოდენიმე ოლქზე, სადაც აპირებენ გადასვლას. ნუ ოთარ, ეხლა წარმოიდგინე შენ თუ გახსნიან ცეცხლს პეტერბურგზე და მოსკოვზე, პირდაპირ უკრაინიდან თუ მოხდება სარაკეტო დარტყმები, ეს არის ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, იმიტომ რომ მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანებს, რომელსაც ჯერათ კეთილი პუტინის, მე არ ჯერა კეთილი პუტინის და ვიცი რომ ასეთ შემთხვევაში ის ყველაფრის წავსველი და ყველაფრის სრულელი არის. არ ვიცი. დიახ, გისმენთ. დიდი ხანია. გველოდება. გისმენთ ეთერში ბრძანდებით.
ძალიან კაია, ირიმა ობიექტივი სახში ხوارი გენაცვალე. დიახ. მე მაინტერესებს ერთი რამე. და თუ გამარტოთ გამიქვიეთ გორის რაიონიდან ვარ ეს ყველა შეხება მარტო პენსიონერს არ ეხება. მაქვს აღებული სამგზავრო ბარათი გორში, თბილისში ბაღში. დაიწყებული მაქვს ახლა თბილისში მე ვერ მგზავრობ 8 მეტრიანი ავტობუსით. მაგარი ბედენ რატომ ვერ მოგიმგზავრო საქართველოს ფარგლებს შეგნით ამ ბარათით. თანხა დარიცხული როგორ ვერ უნდა იმგზავროთ ეგ არის. სტუდენტსაც პენსიონერსაც შეიძლება თქვენ ხდებით ამ ამბავს. კარგით ხალბატონო, მადლობა ზარისთვის, კარგით. ეს გონი იგივე ზარი იყო გადაცემის დასწრიში და ეხა თუ თანხა დარიცხული, თანხა რა ვიცი ეხა გორში და თბილისში ერთდაგ ვალუტა ტრიალებს, რაც თავი მახსოვს და არ ვიცი რაღაცა დაზიანებულ ბარათთან იქნება საქმე ან არ ვიცი, ჩემთვის ცოტა გაუგებარი არის რასთან დაკო და თუ მუნიციპალურ ბარათი არის საუბარი, რომელიც გორში გაიცა გორელებისთვის, ხო? ის რა თქმა უნდა თბილისში არ იმუშავებს, იმიტომ რომ საერთოდ ასეთ კარგ ხალხზე, არაჩვეულებრივ ადამიანებზე, განსაკუთრებულ კატეგორიაზე, უფროსთაობაზე რაღაც უნდა იყოს ისეთი შეღავათი, მაგალითად როგორც ჩვენ საუბრობთ ყოველთვის წინა საარჩევნოდ, რომ აუცილებელია თითოეულ ქალაქში, რაიონში, რომ ერთი მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობდეს თუ არ შეუულია ხო სახელმწიფოს რომ ყველა უფასო გახადოს, მაშინ ერთი მუნიციპალური ავტობუსი უნდა იყოს გარკვეული მიმართულებებით, რომ ასეთმა ადამიანებმა ისარგებლონ. არა, ამ შემთხვევაში სხვა პრობლემასთან აქვს საქმე. უბრალოდ მე ვერ გავიგე, ცუდად ისმოდა. ერთი ზარიც და შემდეგ ისევ გავაგზავნოთ საუბარი, გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ, ეთერშდებით. საღამოშიდობის გადაცვალა. საღამოშიდობის. თქვენ სპეციალიზირებული ლაპარაკობთ და მე მინდა მაგაზე ჩემი აზრი გამოთქვი. ბრძანეთ. გახსოვთ, ლექსილოგო გრიშენ ფაქტის და მონადერი ნიავიძე დაქალაქში მშიგებ ჩახვეიაო და ახლა რუსთაველზე აწვდის ნიავიძე რა ვერაფერი გონგაბოდის. რუსთაველი და თბილისში. თბილისში კანონს რომ მიიღეს კანონი როკიდულებს იმ მანქანას ის უნდა აკანოს მაგარი. კაცო ფანჩმინდავი. ხოდა გაიცო თბილისში მანქანი და სულკვაჭი სახლებს მიადგეს. კი ბატონო. ეს რაღაც ჯოჯო ხელდამგავს გამწვანებათ არა იმდენი თბილისში. ხოდა რადიზუნან ნიზმი ჩასახო თბილისი იყო გათვალისწინებული მაქსიმუმ მილიონამდე ქალაქი და თბილისი ჩამოვედი ქალაქი და ქალაქში გადმოვედი სულ ცხოვრები იყო მაშინ 460,000 ახლა ის თბილისი აღარა თბილისი კი არა ვისებეროიდია ატლავანი ისაც რუსა აი ეს და პენსიონერები ხარობა ბოდიში და ფეხებზებკიდია მე პენსიონერი ვარ არა გაიხარეთ დიდი მადლობა ზარისთვის სხვა შორის ეხლა ხშირად დადებენ ხოლმე ფოტოებს რომ დღევანდელი ვთქვათ იგივე სპორტის სახლის მიმდებარე ტერიტორია და როგორი იყო გავწვანებული და ეხლა რა დღეშია და მე მახსოვს კომუნისტების დროს იყო ესეთი სტატისტიკა რომ 15 რესპუბლიკას შორის მაშინაც კი როდესაც მწვანე იყო თბილისი და ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილზე ვიყავით დედაქალაქის გამწვანებით რა შუა აზიის ქალაქები გვისწრებდნენ დედაქალაქები გვისწრებდნენ გამწვანებით იმდენად არ იყო მაშინაც კი მიუხედავად იმისა რომ მე აი ძალიან ლამაზად მახსოვს რა ეხლა ჩემი ბავშვობის თბილისი რაღაც იმდენი სიმწვანე იყო შედარებით მაგრამ მაშინაც კი არ იყო კარგად გამწვანებული აი დიდებულად იყო მაგალითად მინსკი გადასარევი იყო ტაშკენტი თუ აი მართლა მწვანეს ჩაფლული ერევანში შეიძლებოდა რა აი მართლა ისეთი ეხლა ტუფისქვით დაშენები ქალაქია ხო და იქაც კი იმდენი სიმწვანე იყო და ყოველთვის ჭირდა და ეხლა ხო ნუ საერთოდ ბეტონის ჯუნგლებად იქცა რა და ერთ ეკოლოგიურად კატასტროფული ქალაქია რა იქ ალეიძახო და წეღან იქნება სოფლებში 600,000 მანქანა
წარმოუდგენელი, ახლა მე ვიცი შენ ოთარითიც დავდივარ, პატარა მოტოთი დავდივარ და მე მიმაჩნია ამ ქალაქის ბოლო გადასარჩენა არის როგორც თქვათ ფლორენციაში, სადაც 100 მოტოციკლებზე ერთი მანქანა მოდის რა. ამ ქალაქს მეტი უკვე მანქანას ადგილი აღარ არის ამ ქალაქში, დამთავრდა, შეუძლებელია რა. დასაყენებელი ადგილი აღარ არის უკვე რა. სამაგიერო ჯარიმებია, არ ვიცი, მოგდის, ესე იგი ვერსად ვერ დააყენებ. ეგ არის ბრძოლა რომ გადავიდეს ადამიანები სხვადასხვა ჯერსიტი პარკი იყო და არაფერს არ გარაკეთებდა გარდა იმისა რომ ამ ჯარიმებიდან მარტო საღებავებს ყიდულობდნენ და მონიშნავდნენ იმ ადგილზე მე რომ საწავიდეს ამდენი მანქანა ამას არავინ არ ფიქრობს და 50 ლარიანი ჯარიმები იმპონზე რა ხელფასები აქვს წარმოიდგინე ჩვენ ხალხს კი ბატონო დაუბრუნდეთ ამას საერთაშორისო პოლიტიკას რა და მოდი მართლა ის უბედურება სირია გავიარეთ ჩვენ უკვე და ერთი წუთიც არ დაგვრჩა. კი, მაგრამ ეს პირველი ბლოკის დასრულებამდე და მეორე ბლოკი გვაქვს კიდე რა და სირია შევეშვათ და აგერ უკრაინის პრობლემას მივადექით, რომელიც აღმოჩნდა რომ 50 დღე ხოცეთ მინიმუმ 50 დღე გააგზავნეთ ხოცოს ლეტოეთმანს და შემდეგ ვნახოთო რა და შემდეგ ვნახოთ არის ომის უფრო დიდი ესკალაცია, რაც უფრო საშიშ ხდის თავად რუსეთს და უფრო საშიში ხდება თავად უკრაინისთვის ეს ესკალაცია იმის მაგიათ რომ ყველა ნაბიჯი გადაიდგას გაჩერებისკენ ომის გაჩერებისკენ მაგრამ აი არც ერთი ნაბიჯი არ ჩერდება პუტინი ამბობს დავჯდები სალაპარაკოდ მაშინ როცა უკრაინა გამოაცხადებს კაპიტულაციას რა უნდა ელაპარაკო ხა შეუძლებელია ამ შემთხვევაში მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა ტრამპის მხრიდან რომ პუტინმა ეს არის ლაპარაკოს გარდა მუხარებისა და გარდა ისე რაღაცა ხან მუხარა, ხან შეცვლილი რიტორიკა, იმიტომ რომ ერთიანი პოლიტიკა არ არის ამის წინააღმდეგ. აბსოლუტურად სანქციები არ მუშაობს, ყოველ შემთხვევაში შედეგი არ აქვს, აბსოლუტურად დამთავრდა იმ სანქციებმა რაც შეძლო ამოწურა და იმის მაგივრად თუ რაღაცა გადაიდგას ნაბიჯი, არა, მხოლოდ და მხოლოდ წაქეზება, მხოლოდ და მხოლოდ უბედურება. კარგით, შევისვენოთ ცოტა ხანი და ცოტა ხანში გავაგრძელებთ ისევ მეორე ბლოკს.